გავაგრძელოთ ბრტყელი დედამიწის საკითხი, ხო და ეხლა იმდენ კონტენტს ვარ შეჭიდებული, რომ ბევრი ვიდეო მაქვს ჩამახსოვრებული, ბევრი ინფორმაცია შენახული და სათარგმნი მაქვს. დრო უნდა ამ ყველაფერს და ნერვები და რთულია ძალიან, მაგრამ ნელ-ნელა მივყვებით. ვაყოთ ეს ყველაფერი ერთი ვიდეოთი არასდროს არ შემოიფარგლება, ეს იმდენად დიდი თემაა, რომ მთელი ცხოვრება ჭირდება ადამიანს რომ გაიგოს, მაგრამ ეს გახლავთ ბრტყელი დედამიწის დასაკრავი სია, ცალკე დასაკრავი სია უნდა ნახოთ და მოიძიოთ სხვადასხვა ვიდეოები, დაინტერესებულმა პირებმა შეგიძლიათ რომ ამ თემით ვინც ხართ დაინტერესებულები, მე ვგულისხმობ ვინც დაინტერესებულები ხართ, შეგიძლიათ მოიძიოთ ინფორმაციები იმაში რა ქვია, ინტერნეტში და ზოგადად ყველგან. მაგრამ წინასწარ ვიტყვი იმას, რომ აქ არის ბრტყელი, ანუ ინფორმაცია არის როგორ რეალობა არის სხვანაირად, ინფორმაციები არის სხვანაირად ცოტა. ახლა როგორ თემა არის, იცით რომ არსებობს კიდევ ერთხელ უფრო კარგად რომ მიხვდეთ. არსებობს ბრტყელი დედამიწის მოდელი და არსებობს სფეროსებრი დედამიწის მოდელი. არასწორია, როდესაც ანუ სფეროსებრი დედამიწის მოდელიდან ადამიანები ეუბნებიან, რომ შენ მე დამიმტკიცეო, რომ დედამიწა ბრტყელიაო, ან გინდა პირიქით, გინდა იქ, ანუ ეს საერთოდ სხვადასხვა მოდელია. აი როგორც რელიგიებია, ოფიციალურად ზოგადად რელიგია ერთია, მაგრამ აი როგორც ესე ვთქვათ, ოფიციალური რელიგიები რაც არის, ხო? რომ ადამიანები ერთმანეთს უმტკიცებენ, ის თავისი სხვა რელიგიური პოზიციიდან მეორე სხვა რელიგიურ პოზიციაში ან პირიქით უმტკიცებენ, რომ ჭეშმარიტება ჩემს რელიგიაშიაო, არა ჩემსაშიო. აი ეგეთი თემაა. იმის რელიგიურ მოდელში ჭეშმარიტება მის ასე ვთქვათ, მის რელიგიაშია და ამის რელიგიურ მოდელში ჭეშმარიტება მის რელიგიაშია. იმიტომ რომ თავიანთი ამ მოდელის მსოფლმხედველობიდან უყურებენ ამ საკითხს და ანუ აქ დავას აზრი არ აქვს. ამიტომ უნდა გაერკვეთ თქვენ რას სწავლობთ, ხო და ობიექტური რეალობა სად არის, შეიძლება საერთოდ მესამე რელიგიაში იყოს, ეგრეთ წოდებულ მესამე რელიგიაში, თორემ სინამდვილეში რელიგია არსებობს ერთადერთი მართლმადიდებელი ქრისტიანობა. სხვა მეტი რელიგია არ არსებობს. რელიგია არის რაღაც დავები იყო და ბლოგებში და რელიგია არის კავშირი ღმერთსა და ადამიანს შორის და ღმერთსა და ადამიანს შორის მე ვარ ერთი ადამიანი, ღმერთი არის ერთი და შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ერთი კავშირი. არ შეიძლება არსებობდეს მრავალმხრივი და მრავალგვარი კავშირები. ხო და ასევე კიდევ ასევე ვიტყვი იმას, რომ აი დამიმტკიცე და ბიბლია მოაქვთ, საერთოდ ბიბლია ჯერ ესეთი ამასთან რაშუაშია და მეორე დასაკრავსიაში არის აქ ვიდეოები, სადაც ვსაუბრობთ გარკვეულ მტკიცებულებებზე, პირდაპირ მტკიცებულებებია, ზოგი პირდაპირ და ზოგი ირიბი ბიბლიიდან მოყვანილი, რომ პირველ რიგში რომ ვთქვათ, რომ დედამიწა არ არის სფერო. როდესაც ვიტყვი სიტყვა მრგვალს, იქ არის ამბობენ ხოლმე იოანე ოქროპირსო თუ ვიღაცას უწერიაო დედამიწა მრგვალიაო, ანუ სიტყვა მრგვალი საერთოდ სხვა რამეა, სფერო სხვა რამეა და წრე საერთოდ სხვა რამეა. ხო ხვდებით რაზეა საუბარი? აი ხეთ წამით ეს სახატავია, ხო? აი ეს მე როდესაც თქვა მე მეუბნება ბიბლია რომ მრგვალია ან წრეა, მრგვალი და წრე აი ეს არის. აი სიმრგვალი ეს არის. მაგრამ სფერო, რასაც ქვია სფერო, აი მრგვალი ბურთი სფერო. ეგეთი რამე რო იყოს სფერო, ეგეთი რამე არსად არ წერია და ვერც ეწერება, იმიტომ რომ ზოგადად დედამიწის აქ ბიბლიაში დედამიწის პარამეტრებზე, ზუსტ ესე ვთქვათ, გეოგრაფიულ მოცემულებებზე არსად არ არის ესე საუბარი, რომ ანუ სამყარო, როდესაც ღმერთმა შექმნა ადამიანისთვის, ეს არის შეუცნობელი და ეგ ერთ-ერთი ძველი მართლმადიდებელი რუსი მამაკაცი რო არის გვარი არ მახსოვს, იმან თქვა ზუსტად, რომ ყველა ის მეცნიერებაო, რომელიც ესე იგი სამყაროს შექმნის ამბავს, აი სამყაროს შექმნის საკითხებს ძალიან სიღრმისეულად ესე ვთქვათ, უკირკიტებსო და იკულებსო, ძალიან სიღრმეებშია წასული რომ გამოიკულიოსო. ყველა ეს მეცნიერება არის სატანისტური მიმდინარეობაო. და ნამდვილად ესეა, იმიტომ რომ არ შეიძლება, უნდა მიიღო როგორც შექმნა ღმერთმა სამყარო და უნდა მიიღო ეს ყველაფერი და მიხედო შენ სულის გადარჩენას და შენ ცხოვრებას და გაანებო, ანუ ამხელა მასშტაბებზე ვერ გაწვდება ადამიანი და როდესაც შენ NASA ან რუსკოსმოსი ან ვიღაცა გეუბნება, რომ დედამიწა ასეთი ფორმისაა და ჩვენ კოსმოსში ვიფრინავთ და რაღაცა, ეს არის ტყუილი და ეს არის სატანიზმი. ამაზეა ლაპარაკი. ეხლა ვაძიმის ბლოგი ვთარგმნე, მარტივ ენაზე საუბრობს ეს ვაძიმი არის Glogger is Miami, რუსულად ჩაწერეთ Glogger is Miami და ამ პოსტაპოკალიფტურ მოვლენებზე, ხიმთრეილერებზე და რა ქვია
ამ ბრტყელი დედამიწის და ასეთ თემებზე საუბრობს, მაიამში ცხოვრობს ეს კაცია და რუსეთიდან არის თუ რა ვიცი, რუსულად მოსაუბრეა, საიდანაც არის გადასახლებული რუსეთიდან თუ უკრაინიდან. ხო და იგი TikTok-ზეც მიგდებს ხოლმე და ეს ამომიგდო და თარგმნე ძალიან მარტივი ენით საუბრობს, მაგრამ დიდი სიღრმეები იკითხება ამ მარტივ ვითომს და მარტივ ტექსტში. ხო და ამით იმის თქვა მინდა რომ გასაგებია ის ყველაფერი რომ არიან ბლოგერები და იჭიმებიან და ანუ საერთოდ რაღაც აი ვითომ ჩვენ სკოლაში არ ვისწავლეთ უკაცრავად ახლა მთელი საქმე მაგაშია თქვენ რომ ისწავლეთ სკოლაში ზუსტად ეგ არის რომ ის ნასწავლი რა თქვენ გაქვთ ის განათლების ეგ მოცემულობა არის დანაშაული კაცობრიობის წინაშე მიზანმიმართული დანაშაული რომელიც რომ თქვენ ეს ცოდნა თქვენ რო ეს ცოდნა ჩაგიდეს არასწორი ცოდნა გეოგრაფიული მთელი ამბები და კიდე რა იყო ხო აი ხა პირამიდების თემაზე ხა ვამზადებ მასალებს კიდე პირამიდების თემა ხო საერთოდ ხა ამბობენ ეგ ოფიციალურად არ დასტურდებაო მოგეთ როგორც უნდა ისე ჭრიან და კერავენ ეგ ოფიციალურად დასტურდება თუ არ დასტურდება ვაფშე არ აქვს მნიშვნელობა პირამიდა რომ არის ობელიქსები ეგ არის ფაქტი რა ეხა მაგ ფაქტი რო დამტკიცდეს უნდა ამოთხარონ და რო ამოთხარონ და რაღაცა იქ ეგვიპტე მთელი ამბები და საქართველოში რა პირამიდებიც არის ეგენიც ობელიქსები გამოდის ანუ კავშირი პირდაპირ გვირაბი თუ ჩასასვლელი და ენერგოგენერატორი თუ რაც არის მიწისქვეშა ცივილიზაციასთან რა აი ეგ თემა და მოკედ ეგრეა რა პირამიდებს მთელი ცხოვრება ასწავლიდნენ ხალხს რომ პირამიდები მონებმა აშენასო და ეხლა ისეთი ტიპის ტექნოლოგიებზეა საუბარი რომ აი საკრალიმის საქმეა სოფლიოს ისტორიის წიგნები აიღე და გადაყარე ნაგავში. ხო, აი პირდაპირ გადაყარე ნაგავში, აზრი არ აქვს. ხო და ამიტომ მოგეთ ვაძიმეს ეს ბლოგი ვთარგმნე და ამ საკითხებზე არავის და არავინ არაფერი არ უნდა უმტკიცოს რომ დედამიწა ბრტყელია. პირიქით თუ ვინმე ამბობს რომ მე ვიყავი კოსმოსში, უკაცრავად დაამტკიცა. აი როდესაც მოაქვთ ხოლმე შავი ხვრელის რო მოხდა დაფიქსირება რომ აი ძლივს მოხერხდა შავი ხვრელის ფოტოს და რაღაცა ფოტოშოპით გაკეთებული ფოტოა. რა რაღაცა აი რაღაც ნატურას ახლოდან მიადო და დაბლანდოს, დაიბლაროს, გაიბლაროს ფოტო. აი რაღაც ეგეთი სისულა თუ ნამდვილია და ფოტოშოპით არ არის გაკეთებული, რაღაცა ნატურაზე არის მინათებული და რაღაცა ფოტოა გადაღებული და ვითომ შავ ხვრელს გადაუღეს რაღაცა სენსაციური ფოტო. ხალხს ამბოლებენ ძალიან მარტივად. მოგეთ ახლა წავიკითხავ ვაძიმეს ბლოგს 1-2 კომენტარს გავაკეთებ და დანარჩენი თქვენ იცით თქვენ ამ სფეროსებრი დედამიწის მოდელში ყველაფერია იმისთვის აი პირდაპირ ყველაფერი არის იმისთვის ფიზიკის კანონებიდან დაწყებული ნიუსებით დამთავრებული რომ შენ გეგონოს დედამიწა სფერო და მორჩა ყველაფერია მაგისთვის ვისაც ამ კომფორტის ზონაში ყოფნა უნდა ღმერთმა კარგად ამყოფოს თავის ფიზიკის კანონებით თავისი ლაბორატორიებით და ჩემი ლანძღვეგინებით კიდე აქეთ-იქით რომ დაათრევენ ჩემ ფოტოებს და მე მაღადავებენ პირამიდების თემებზე ხომ დამცინოდნენ 3 წელი და ეხლა მე მეუბნები შენ საერთოდ ვინახავ და რა ვინ გეკითხებაო რა დონის ესე იგი სინდისიც კარგი საქონელიაო რო იტყვიან რა წარმოგიდგენიათ ხალხო ესე იგი 3 წელი რისთვის მლანძღეს ესე იგი მე ვაფშე არაფერს შუაში ყოფილა ეხლა მივდივარ ისეთ პირამიდაზე იმენა პირამიდას გაჩვენებ საქართველოში კიდე ერთს და ვაფშე ყველას ვიპოვი და გადავიღებ ხა დაანჩენი გინა ამოთხარეთ გინა თავით დაეტაკეთ რაც გინათ ისქენით ხა მე შემდეგ მივიდე გაჩვენ რომ ეს არის პირამიდა თქვენ ახლა რას დაიჯერებთ არ დაიჯერებთ მე აღარ მაინტერესებს იმიტომ რომ ტოლფერ და სამკუთხედისნაირი მთები თავისით არ ფორმირდება ხალხო ეგ რა სისულელია აი მექსიკის პირამიდები და იმათ პირამიდები უამრავი ფაქტია ეგრე მიწაყრილივით ეგრე სამკუთხედივით რო იყო და მთა რო იგონა ხალხს და გადაფრიკე და მოიგესავი რომ გადააცალეს ეს გადაფრიკეს ეს მიწა აღმოჩნდა პირამიდა და ტურისტული მარშრუტებია ზედ ხო და ამიტომ ესეა რა ხო აი ნახეთ რას ამბობს ვაძიმი და თქვენ საიდან მოიტანეთ რომ გაგარინი კოსმოსში გაფრინდა ამას იქიდან ასკვნით რომ ტელევიზორში გაჩვენეს საქმე იმაშია რომ ჯერ ვერავინ ვერ შეძლო ვერც ერთი მტკიცებულების მოყვანა იმაზე რომ გაგარინმა კოსმოსში მოგზაურა თქვენ ზოგადად აი საერთოდ საიდან მოიტანეთ გაჩვენეს ახალგაზრდა მამაკაცი მაიორი და მასზე გითხრას რომ მან კოსმოსში იფრინაო თქვენ გაჩვენეს რომ გაუშვეს კოსმოსური საფრენი აპარატი ცაში ეგრე გასროლი სასროლ მაშხალებსაც ისვრიან მაღლა მე სარაკეტო ძალებში მსახურობდი და რაკეტებსა და მსგავს პიტარდებს ჩვენს უშვებდით ისინი მიფრინავდნენ ზევით და თვალთახედვის არიდან ქრებოდნენ მაგრამ სადეცემოდნენ ეგ უკვე აღარ ვიცით ეს ძალიან დიდი პოლიგონი იყო ვერცერთმა კოსმოსის ფოტო
ვერც ერთმა კოსმოსის ფოტომ ექსპერტიზა ვერ გაიარა იმის შესახებ, რომ ეს კოსმოსის ფოტოები არის ნამდვილად გადაღებული კოსმოსის რეალური კადრები. პირიქით, როდესაც ამ თემატიკის კომპიუტერებისა და პროგრამების სპეციალისტები იღებენ ამ კოსმოსის ფოტოებს და შეყავთ პროგრამაში, სადაც ფერები და სისწრაფე ემატება, სინათლე შეჰყავთ პროგრამაში და მოკლედ ამ ფოტოებს პროგრამაში ამოწმებენ ნამდვილობაზე. ყველა ეს ფოტო, რომელზეც თქვენ გეუბნებიან, რომ კოსმოსში გადაღებული ფოტოებიაო, ყველა ეს ფოტო გრაფიკული დიზაინი აღმოჩნდა და აღმოჩნდება ხოლმე. ეს გრაფიკული ფოტოებია ხელოვნურად შექმნილი და როცა ამას ვყვები მე მეუბნებიან, სად არის შენი მტკიცებულებაო? ჩემი კი არა, თქვენი მტკიცებულება სად არის, რომ ეს ფოტოები ნამდვილია? გვაჩვენეთ თუნდაც ერთი მტკიცებულება მაინც მოიყვანეთ იმის შესახებ, რომ გაგარინმა კოსმოსში იფრინა. იცი ჩვენთან კოსმოსი როგორ ამოწყობილი? ტელევიზორში აჩვენებენ როგორ მიფრინავს კოსმოსური რაკეტა ცაში და მე ისევ იმ ტელევიზორში მე გადადის კადრი და გაჩვენებენ ოთახს, სადაც კოსმონავტები არიან განთავსებულები და მორჩა. თქვენთვის ეს ყველაფერი საკმარისია? ეს თქვენთვის მტკიცებულებად ითვლება, რომ კოსმონავტები კოსმოსში მიფრინავენ? იცით მე რამდენ ჰოლივუდურ ფილმს გაჩვენებთ, სადაც კოსმოსური მტაცებლებიც კი დარბიან კოსმოსურ ხომალდებში. თქვენ ამ ყველაფრის გჯერათ, რასაც მონიტორზე გაჩვენებენ და თქვენ თვლით, რომ ეს ყველაფერია ზუსტათაც რომ მეცნიერება და მტკიცებულება და თქვენ მეუბნებით, რომ დედამიწა მრგვალიაო და სად არის ამისი მტკიცებულება, რომ დედამიწა მრგვალია და სფეროა? შეგიძლიათ რომ ეზოში გახვიდეთ და ბურთი შუაზე გაჭრათ და წყალი ჩაასხათ მასში და წყალი ისე დარჩეს? საიდან მოიტანეთ რომ მრგვალია? მე მაქვს თეორია თუ ისინი რატომ უჭერენ ხარს კოსმოსის შესახებ ტყუილს. ტყუილის მიზანი ის არის, რომ თქვენ იფიქროთ, რომ თქვენ აქ მარტოები ხართ დედამიწაზე და ამის იქით მიწები არ არსებობს. როგორ გავაკეთოთ ეს? აი თქვენ მაგალითად როგორ გააკეთებდით, რომ ხალხი მოგეტყუებინათ, რომ ხალხი ამ დედამიწაზე მარტოა და ამის იქით სხვა მიწები და კონტინენტები არ არსებობენ. როგორ დავმტკიცებდით ამას? ძალიან მარტივად. ხალხს უთხარით, რომ დედამიწა სფეროა და მორჩა. მეტი არაფერი არაა საჭირო. მაგრამ ხალხი ამ სიტყვებს ასე ხარიზ არ დაიჯერებს, ამიტომაც საჭიროა ფოტოების ჩვენებას და როგორ გავაკეთოთ სურათები, ამისათვის ხომ საჭიროა რომ დედამიწა სადღაც სხვა მხრიდან, შორიდან გადავიღოთ, ხო და მოდი ხალხს უთხრათ, რომ ჩვენ კოსმოსში გვიფრენია და როგორ? აი ასე მარტივად ვაჩვენოთ მათ კოსმოსური რაკეტა, რომელიც თითქოს და ცაში მიფრინავს და სხვა ყველაფერ დანარჩენს უკვე სტუდიიდან ვანახებთ და ვეტყვით, რომ შეხედეთ ხალხო, ჩვენ კაცრავად ხალხს ვაჩვენებთ, რომ შეხედეთ ხალხო, ჩვენი ეს კოსმონავტები ჰაერში როგორ დალივლივებენ ამ სივრცეში, კაბინკაში და ასე შემდგომ, რომელიც მე ყველაფერი რა თქმა უნდა სტუდიაშია გადაღებული. ყველანაირი ტყუილი კოსმოსის შესახებ მხოლოდ ერთი მიზნითაა გაკეთებული, რათა თქვენ იფიქროთ, რომ დედამიწა წრიულია და სფეროა და ჩვენს მეტი აქ არავინ არ არის და მორჩა. მე კვლავ დავუბრუნდები იმ თემას, რომ თუ კი თქვენ მტკიცებულება გაგაჩნიათ, რომ გაგარინმა კოსმოსში იფრინა, რაც მე ამის შესახებ გამოვაცხადე, ჯერ კიდევ ვერც ერთმა ადამიანმა ვერ მანახა ვერანაირი მტკიცებულება გაგარინის კოსმოსში ფრენის შესახებ და თქვენ საიდან მოიტანეთ, რომ გაგარინი კოსმოსში ნამდვილად იმყოფებოდა? პასუხი ხომ ცხადია, ტელევიზორიდან. აი როცა კი ამერიკელები მთვარეზე გაფრინდნენ, მაგ დროს რომ თქვენ კომუნისტური პარტიის CKK-სა და PSS-ში რომ ყოფილიყავით კრემლში, რასიზავდით პროპაგანდისტულ განყოფილებაში, პირველ რიგში იტყოდით, რომ ამერიკელებს არსად არ უფრენიაო და ეს სისულელეაო, პოლნი ბრედარიო რა. არა და ეს მართლაც რომ სისულელეა. წარმოიდგინეთ ამ ხელას კოსმოსური ხომალდი, რომელსაც გაფრენამდე 800 ადამიანი ემსახურება, მთელი მექანიკოსები და რაკეტის გამშვების სპეციალისტები. საწვავის ამბავი, პირველი საფეხური, მეორე საფეხური, ძრავები და მთელი ამბები მერე გაფრენა. ეს ყველაფერი იშლება, ნაწილი ცილდება რაკეტას და რაღაცა საოცარი გარემოებებით კოსმონავტები მთვარის ზედაპირზე ხდებიან და ჯდება რაკეტის უკანასკნელი ნაწილი. იმიტომ რომ რაკეტის კორპუსის ყველა სხვა ნაწილი მას უკვე მოცილებული აქვს. მათ არ აქვთ არც ძრავა, არ აქვთ არც საწვავი, საერთოდ არაფერი არ აქვთ. ამ ერთ მთვარეზე დასაჯდომი კაბინკის გარდა, რომელთაც დაეცნენ მთვარეზე. გაისეირნეს მთვარეზე თავიანთი დრანდულეტით და მერე ცოტა ხანში იძახიან, საით წავიდეთ კალიანოვო და მოდი ისევ დედამიწისკენ დავეშვათო. ხო და მოფრინავენ.
და როგორ გამოფრინდნენ იმ კაბინკით დედამიწაზე საწვავის ძრავისა და 800 კაციანი მომსახურების პერსონალის მომსახურებისა და სასტარტო მოედნის გარეშე. ანუ ის ყველაფერი რაც აქ დაჭირდათ იმით გაფრინდნენ პატარა კაბინკა დარჩა და იმით როგორ გამოფრინდნენ უკან. ეს არის ყველაზე მთავარი შეკითხვა, რასაც ვერავინ ვერ გასცემს პასუხს. ანუ გამორიცხულია. არასდროს დაგისვათ საკუთარი თავისთვის მსგავსი შეკითხვა, როგორ გამოფრინდნენ თავიანთი კოსმოსური რაკეტის მცირე ნაწილით მთვარიდან დედამიწამდე. საერთოდ არაფრის გარეშე, ამას ხომ სჭირდება ახსნა. მე პირადად მაშინ კომუნისტური პარტიის ადგილზე რომ ყოფილიყავი, მაშინ როცა ცივი ომი მიდიოდა, მთელ ამ ისტორიას მე მთელ რუსეთს მოვიყვებოდი, მაგრამ ამის შესახებ არავის არაფერი არ უთქვამს. უცნაურად არ გეჩვენებათ, რომ ამერიკა გაჩუმდა და რუსეთიც გაჩუმდა და ეს იმიტომ, რომ ერთიც და მეორეც დაინტერესებულები იყვნენ ერთსა და იმავე ტყუილის ტირაჟირებაში, იმისათვის, რომ ხალხს ეფიქრა, რომ დედამიწა მრგვალია, არსებობს კოსმოსი და იქ მიფრინავენ. ტყუილი მიმართული იქითკენ კი არ არის, რომ კოსმოსში მიფრინავენ, არამედ იქითკენ, რომ დედამიწა მრგვალია. აი ამას ეფუძნება მთელი ეს ტყუილების კასკადი სფეროსებრი დედამიწის მოდელის შესახებ. და თქვენ კიდევ მეუბნებით, რომ სად არის შენი მტკიცებულებაო? სად არის მართლაც რომ თქვენი მტკიცებულება? ტელევიზორში კოსმოსში გაფრენილი კოსმონავტები ნახეთ და გონიათ, რომ უგრავიტაციობისგან სივრცეში ლივლებენ? როგორი ცოცხალი და გულუბრყვილო ხალხია. აი ამაზეა ლაპარაკი. დღეისათვის უკვე ხალხო ჰოლივუდის ფილმები რაც გამოდის, ანუ რეალურ მე ვამბობ იმას, რომ აი რამდენად კარგი გრაფიკა და რაღაცა რა, ანუ რამდენად რეალური კადრებია. დღეისათვის უკვე ჰოლივუდური ფილმები ბევრი მისი ზოგი დადგმული უკან ეს რაც არის პავილიონებში აწყობილი მთელი სცენები და ისა ან გინეზე чужой против хищника და მთელი чужой რო არის ეს უცხო ფილმი რო არის უცხო ეს რაღაც საშინელება მონსტრები რო დარბიან მთელი ამ კოსტუმებით და რაღაცებით და ახალი ფილმები გინდა მარველის ფილმები მთელი ეს კოსმოსის კადრები CGI-ით ანუ ოფიციალურ დონეზე რო ვიცით რომ CGI-ით არის აწყობილი ეს კადრები უფრო ბევრად ხარისხიანია ვიდრე ოფიციალური კოსმოსის კადრები წარმოიდგინეთ ხო და ერთი საკითხი კიდე არ დამავიწყეს ხო და ეს რაკეტები რომ მიფრინავს აი ბერმუდის სამკუთხედთან დაკავშირებით მე ერთ-ერთი ბერმუდის სამკუთხედზე ბევრჯერ უკითხავთ ხოლმე და ერთ-ერთი ესეთი ვერსია რაც მე გადავაწყდი ბერმუდის სამკუთხედზე აი ამ რაკეტების გაშვების თემას უკავშირდება რომ იქ ამერიკიდან რო უშვებენ ამ რაკეტებსო ეს ბერმუდის სამკუთხედის ეს სამკუთხედი ნაწილი შესაძლებელია რომ იქ საერთოდ პარანორმალური მოვლენები არაფერი საერთოდ არ ხდებაო და სავარაუდოდ მე მგონი ეგ ადგილიო ესე თქვა შემონავს ზღვის თუ ოკეანის ეგ ნაწილი ატლანტის ოკეანის ეგ ნაწილი ესე თქვა შემონახული აქვს თავიანთვის რომ ეს გაშვებული რაკეტები როდესაც უშვებენ ვითომ კოსმოსში ის რაკეტები ხო კოსმოსში არ მიფრინავს თავზე გუმბათია და მაგის უამრავი მტკიცებულება არსებობს მართლაც თვითონ თავიანთვე გადაღებული აი როგორც წყალზე რაკეტა კატერი რომ იცურავს ისე რომ რაღაც წყალია თუ რა არის არ ვიცი რაღაც ეგეთი კადრები რჩება ხოლმე რაკეტა რაღაცებს ეხეთქება და როდესაც თვალსაჩინოს არიდან ქრება ეს რაკეტები ანუ საქმე მაგაშია რომ ეს რაკეტები სადაც ხო ვარდება ანუ მიმართულება ისი აქვს მიცემული რომ ამ ბერმუდის სამკუთხედში ვარდებიან და იმისათვის რომ აი იქ სადაც ოკეანეში რო ჩავარდება რომ შემთხვევითმა გემებმა ვერ გადაიღონ ეს კადრები აი ეს რო შემთხვევით გაიაროს გემა იქ ვერ გააკავებ ინტერნეტია რა ვიღაცა კრუიზის გემა რო გაიაროს დაინახავენ როგორ ჩამოვარდა კოსმოსში გაფრენილი ვითომ კოსმოსში გაფრენილი რაკეტა როგორ ჩავარდა ზღვაში და ოკეანეში და უცებ შეიძლება გადაიღოს ვიღაცამ და ეგრევე გაიფაქტებიან ამიტომ ეს სამკუთხედი შემონახული აქვს თავიანთვის რაღაცა ბუფერული ზონასავით აქვს და ყრიან მაგ რაკეტებს იქ მე გამოათრევენ ამოიღებენ რას უზამენ კარჩი თვითონ იციან რა ხო ხდებით და აი ეს თემები მინდოდა მე თქვა ამიტომ აქ ჭიდაობა იმასთან დაკავშირებით აი საერთოდ არაფერი არ არის საჭირო ვისაც ჯერა სფეროსებრი რო არის დედამიწა იმათთან არც ჩვენ გვაქვს რამე სამტკიცებელი და არც იმათ აქვს არაფერი სამტკიცებელი ყველა დავჭოთ ჩვენს სფეროსებრი და ბრტყელი დედამიწის მოდელებში რა ყველას თავისი რეალობა აქვს და ყველა ქმნის თავის რეალობას შესაბამისად მიზდის ყველას შესაბამისად მიზდის მერე ცხოვრება და ეს აპოკალიფსურ მოვლენებთან დაკავშირებული და ამაზე უამრავი მაქვს ჩიპიზაციის დასაკრავებაში ნასაუბრები და ერთს ვიტყვი რომ თვითონ გაგარინზე კიდე დავამატებ და აი ვამთავრებ უცე შესრულდება. ხო, მოკლედ გაგარინზე ეგეთი თემები იყო სათარგმნი მაგ ექსალკე ვერსია რომ მოკლედ ბოლოს გაგარინი მოკლედ გალოთდაო და სიმართლეების ლაპარაკი დაიწყო და მოიშორეს ვითომ ავიაკატასტროფა მოუწყეს ისმის რა.
fake ავიაკატასტროფა მოუწვა და ჩამოაგდეს რა. მოგეთ მაგას მე ცალკე მოგიყვებით რა. ოფიციალური და არაოფიციალური ვერსიები და წყაროები რაც არის რა.